დელ პიერო რო ახსენე იუვენტუსის გულშემატკივრებია შესაბამისად. და გაცვალე ბარსელონაზე თუ არგენტინაზე თუ რაზე გაცვალე? ბარსელონაზე. იუვენტუსთან ბარსელონას. ტიკიტაკა რაღაც სიამოვნება პასი რაღაცა. არა და ხომ მომე რომ გუნდებს არ იცვლიან მამაკაცებიო. ხო ამბობენ ხა მაგრამ ანუ აი რო ხედავ რაღაცა რეალური რო არის რომ აი 100 წელიწადში ერთხელ იბადება რაღაც თან იუვენტუსში მაგრამ ამაური თამაშობდა ამიტომ ხო ანუ გავარდნილი ცოტა თულის გულშემატკივრო ძალიან მახსოვს აი ნედვედმა რო აი უკროს ბურთი მაგრამ მე სერიოზული ფანი ვიყავი ხო ანუ მაგრამ მე დელ პიერო მაჩვენ 32-ის რო ხარ დელ პიერო აი ძალიან კაი დელ პიერო ისე კარგად ვერ გამახსოვრება ანუ ეხა 97-ში რომ მოიგეს ლიგა ეგა რავანელი და ის რო ყავდა ეგ არ მახსოვს ხო და მაგდროს იყო ძალიან მე ტრამვის შემდგომი დელ პიერო უფრო გამახსოვრება ხო ზუსტად ყველა ამბობს რომ მე რაღაც მოსმენ YouTube-ზე ნახი რომ აი სასწაული იყო მან ტრამამდე უფრო სანაკრებო ვინ იყავი იტალია და მე გახდი არგენტინა მე გავხდი არგენტინა იტალიასაც ანალოგიურად ცუდი იტალია 2006-ში იტალია იყავ ესე იგი ანუ ჩემის ჩემპიონატი 2006-ში ჩემპიონატი გაჩემპიონი ვიყავ იტალია ხო ესე იგი ჩემპიონატი ნახე და არგენტინა აუ კი 2006-ში ძალიან იტალია ვიყავი აი ძალიან მესიც იყო მაგ ტურნირზე ის ხო ანუ მესი მაშინ ანუ აი არ იყო პატარა იყო და ანუ მესი შენ უფრო 10-დან და 9-დან 10-დან სუსტ აი 10 ხო რა 9-დან მე ბევრი ფეხბურთელისგან ვიტანა თავით აი მაგის შემდეგი ბევრი ფეხბურთელისგან გამიგია რომ ფეხბურთს ზოგი ხო ანუ მე ვისკევიზე ხო სასწაული იყო და ყველაზე მაგარი უბრალოდ რაღაც რო დაიჭერ რა ანუ აი ბავშვი რო ხარ რაღაც ფანი რო ხარ რო გიყვარს რო სიამოვნებს ხო ანუ არ მინდა დავაკნინოთ ხო ანუ ვიღაც ვიყო ჩემი გუნდები რომ მეუბნებოდა რომ რა დელ პიერო რიკელმე ჯობია მაგრამ ეხლა რო უყურებ როგორც ფეხბურთელი რიკელმე ანუ შეიძლება ბევრად ჯობია მაგრამ დელ პიერო რაღაც ლეგენდა რაღაც სხვა ხო ხტები აი რაღაცა არა ძალიან მიკერძოებული ვარ მაგრამ ჩემი გამოსახედები ვიძახე ანუ შეიძლება რაღაც ჩემში რომელიც გახსოვს კი ვადის ოჯიჯა ოფოე მახადაო ოჯიჯა ოფოე გიორგია შევთამაშობდა პრემიერ ლიგაში ხო ოჯიჯა ანუ ვადის ოჯიჯა ოფოე საყვანელი მაგას ოჯიჯა ოფოე გენგში ოქრიაშვილის და ჩაკვეს გუნდელი იყო თუ ქვილითას ხო ნუ აი ბეგენტი და გენკი მერე ვარ ერთმანეთს სულ ანუ აი დღემდე არ მახსოვს ეგ ჩაკვეთაში იყო დღემდე არ ვიცი პოლონეთში იყო ჩემი პოლონეთში იყო ჩემი ლეგიაში ხო კი ანუ რეალს გაუტანა და ანუ ოჯიჯა ოფოე და ანუ აი სულ მაგას მეუბნებოდა რა დელ პიერო როცა ეგეთი გვარის ტიპი ნომერზე ახსნებოდა რიკელმე რა და ანუ აი მე რაღაცები ხო ძალიან უცნაური ამბავია უსუნდისო იყო აი ოჯიჯა ოფოე რიკელმე ვასება აი არა რო დააჯამო ეხლა რა რომ ვაკო ყაზაიშვილი ყვება რომ ვარდის ოჯიჯა ოფოესთვის რიკელმე უკეთესი ფეხბურთელია აი მასკნა ძალიან სასაცილო ამბავია ის მაგრამ მე მაინც გონია რომ საფეხბურთო ის რო აიღო რა შკალა ისტორიაში დელ პიერო ბევრად კი ანუ ტიტულებით ხალხის სიყვარულით ყველა ხო ნუ საქართველოს დელ პიეროს გულშემატკივრებს რომ მეც ნახავ ვიდრე არა ლოგიკურიც ხო ანუ აი სხვა შორის ალმეიდა რო ვახსენეთ ალმეიდას ვეკითხებოდი ხოლმე რომ აი რომელი უფრო მაგარი ფეხბურთელი იყო რომ ანუ რიკელმე თუ ვერონი თქო რა ეგ შედარება ჩვენც ხო ანუ აი ეს ვიჯეკი ვეკითხებოდი და არა ის ანუ რიკელმე უფრო აი როგორი იყო იცი აი გვასვენებდაო ხო ბურთით ანუ ისეთი მაგარი იყო და ვერონისთვის გვიწევდა ძალიან ბევრი გვერბინაო თან მაგასეთ პოზიცია ქონდა რომ სულ უნდა ჩაეშალა მიეცა ანუ ისეთი იყო რა და აი ამაგორ კი მაგ კითხვას ანუ ესე იგი რიკელმე ვეგე თქვა ფაქტობრივად ხო ანუ ეს მივიდა მე და ეს ყამათობდი ამას ვერონი უყვარს ძალიან რა და ამის ერთ-ერთი საყვარელი გაზრდილი იყო ხსოვს შემოხვეული კი და ვერონა მეთქი ხა რიკელმე მეთქი ანუ რიკელმა ბევრად მაგარი იყო და ანა ხა ნუ ავტორიტეტის სილკში ვერონი რიკელმეზე რო კამათობ ის უნდა კითხო ბიძინება და თერფულს და ბიზინო ესო რას ამბობს ვიცი რომ რიკელმე ვერონზე ბევრად მაგარია რა ელოდება დაპაძერსკებას სწორად განანება შეჩემა მე ანუ ეგრევე იმანას რიკელმეს ხარ ეგრევე და ვერონი რატო გირჩევია ვერონი არა ისა ვერონი რატო გირჩევია ხო ანუ რიკელმესკენი მერჩევნია მე მეგოიცი თავის დაცვას არა კი თან თავის დაცვას რო იწყებ მე მეგოიცი რა კი მერჩევნია კაცო ეხა მაგრამ შენ გახსოვს ის სერია სადაც ვერონი პუტავდა ის სერია თან მაგრად გახსოვს მაგარ ტურნირი შეხებით ეს მასები რა რაც დღევანდელ ფეხბურთში ძალიან მე რა მეკვირს აი მანჩესტერში იყო შელსიში იყო რავი აი ისეთ გუნდებში მოუწია რომ აი თან უცებ 6 თვეში რაღაც გადასვლა ვერ ითამაშა ოღონდ ხო
ჰაილაითებს რო უყურებ, მაგრამ ითამაშა. ხო, თუმცა ჰაილაითები მაინც სხვა ჰაილაიტები არ გიქნის ბოლომდე იმის, ხო. მაგრამ ჩავარდნილ ტრანსფერად ითვლება რა. ხო, ფერგისონმას თქვა, რომ დღეს აი ეხლა გამახსენდა კი არა და სწორი ის იყო ალმეიდას ის ნათქვამი ეხლა გადავხარშე უფრო სწორედ და ალმეიდას ეგ ნათქვამი რომ დღეს რო ეხლა ვერონი წარმოვიგინო ტრიუმფო ფეხბურთში ეს არ არის თავიდან ბოლომდე რა ამის ეს ერთი იმიტომ რომ ამას ევასწრებოდა ბურთს რომ მიიღებ და ეს ერთის შეხებით რო გადააგდებდა ფლანგზე უცებდა ძალიან მაგრა პასებს აკეთებდა მაგრამ პრაგმატულად რო დაფიქრდე ძალიან დიდი ზარალი იყო ხშირ შემთხვევაში რომ იკარგებოდა ეს ბურთები რა და ნუ დიდი სისწრაფეც დიდად არ გამორჩეოდა სისწრაფე არც ორთა ბრძოლებში შეშლით გამორჩეოდა ხო ან როა იყო რაღაც რაში იყო მაგარი აი პასი ქონდა ძალიან კაი რა ტექნიკა მაგრამ ძალიან მაგარი იყო ნელი და არ მე ძალიან ბეკერმანს რომელი უჩვენე და